როდესაც შაბათი მოდის, როიტყვიან გამორბივარ სიტყვის აკადემიაში. სიტყვის აკადემია ჩემთვის არის ძალიან კარგი ადგილი, სადაც პირველი დღიდან დამხვდა მეგობრული გარემო. სიტყვის აკადემია ჩემთვის არის ძალიან უყუდრო ადგილი, სადაც ყველაფერზე შემიძლია ვისაუბრო. სიტყვის აკადემიაში მოსვლა იმიტომ მიყვარს, რადგან აქ არის განსხვავებული გარემო. არის ადგილები, სადაც შენ მოთხოვნილებებს ან აზრებს ვერ გამოხატავ, რაც მე ძალიან არ მომწონს. აქ ვაზროვნებთ გამოხატავთ ჩვენს აზრებს. ჩვენ არ გვეშინია საკუთარი აზრის გამოხატვის და თავისუფლად ვართ და ოჯახია ერთი დიდი. აქ გამოვიმუშავა ესეთი უნარები, რაც საჭიროა ცხოვრების, როგორიცაა გუნდურად მუშაობა, ერთმანეთის დახმარება. სიტყვის აკადემია იმიტომ მიყვარს, რომ ყველა მასწავლებელი ითვალისწინებს შენ სიტყვებს და ყველა მასწავლებელს აინტერესებს შენი აზრი. ეს არის ისეთი ადგილი, სადაც ძალიან ბევრმა ბავშვმა უნდა იაროს. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კურსი არის ფსიქოლოგია, სადაც ჩვენ საუბრობთ ჩვენს ემოციებზე, ხასიათებზე. ჩემთვის იყო ყველაზე საინტერესო, როდესაც განვიხილეთ ემოციები და კონტროლი ემოციების და ეს ძალიან გამომადგა მე იმისთვის, რომ ვაკონტროლო ჩემი ბრაზი და სხვა ემოციები. ადამიანების პატივისცემა ვისწავლეთ და ემოციების გამოხატვა. ლიტერატურის შეხვედრებზე ჩვენ საუბრობთ პერსონაჟებზე, განვიხილავთ მას, რაც გვეხმარება ჩვენი აზრის კარგად და სწორად ჩამოყალიბებაში. პირველი გაკვეთილი, რომელიც მქონდა ემოციებზე იყო, გარდატეხის საქმეზე, მშობლებზე დავფიქრდი ჩემ მშობლის ადგილას როგორ მოვიქცეოდი. ასეთ პროგრამაში ჯერ არ ყოფილვარ და პირველია და ძალიან მომწონს და იმედია დიდხანს გავაგრძელებ.